მოგესალმებით, მეგობრებო. თუ გსურთ ინგლისური ენის გრამატიკა გახდეს მარტივი და გასაგები, მაშინ სწორ ადგილას ხართ. დღეს ჩვენ ვისწავლით ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, როგორ გადავიყვანოთ სახელები მხოლობითიდან მრავლობითში. ამ ვიდეოში გაიგებთ, თუ როდის უნდა დავამატოთ სახელს ბოლოში ესი, ან როდის უნდა შევცვალოთ სიტყვა მთლიანად და რა გამონაკლისები არსებობს, როდესაც სიტყვა გადაგვყავს მხოლობითიდან მრავლობითში და თუ მზად ხარ ამ ყველაფრის შესასწავლად, მაშინ დავიწყოთ. ინგლისურ ენაში სახელების მრავლობით ფორმაში გადაყვანის ყველაზე მარტივი და გავრცელებული წესი არის ესის დამატება. ანუ, როდესაც ვსაუბრობ ერთზე მეტ თულად არსებით სახელებზე, ხშირ შემთხვევაში ვუმატებთ ბოლოს ეს დაბოლოებას. მაგალითად, cat ხდება cats, book გადაიქცევა books და ასე შემდეგ. ამ წესის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. არ გვჭირდება სიტყვის შეცვლა, უბრალოდ ვამატებთ ბოლოში ეს დაბოლოებას და მნიშვნელობა უკვე იცვლება მხოლობითიდან მრავლობითზე. თუმცა აქ არ ვთავრდება ყველაფერი. ზოგიერთ არსებით სახელს განსხვავებული მიდგომა სჭირდება და მოდი გამოვხილოთ ეს. გადავიდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან წესზე. თუ ინგლისური სიტყვა მთავრდება ასოებზე s, x, z, ch, sh, მრავლობითში უბრალოდ s-ის ნაცვლად ვამატებთ es. რატომ ხდება ასე? რადგან ამ ასოებზე დასრულებული სიტყვები უკვე შეიცავს s-ის ტიპის ჟღერადობას. შესაბამისად, თუ მხოლოდ s-ს დავუმატებ, სიტყვა რთულად წარმოსადგმელი გახდება. მაგალითად, bus გახდება buses, box გახდება boxes და ასე შემდეგ. ამ მაგალითებიდანაც ჩანს, რომ სიტყვა უფრო რბილად და სწორად ჟღერს. პატარა ხრიკს გაგიზიარებ, რომ მარტივად დაიმახსოვრო ეს წესი. გონებაში ახსენე მსგავსი ჟღერადობის ასოები, ანუ es-ის დამატება. თუ გამონაკლისებს არ ჩათვლით, რომელზეც მოგვიანებით ვიმშველებთ, ეს წესი ყველგან მოქმედებს მსგავსად. ახლა კი გადავხედოთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. რა ხდება, როცა სიტყვა სრულდება y-ზე? გავითვალისწინოთ, რომ აქ ხდება ორი სხვადასხვა შემთხვევა და სწორედ ეს უნდა გავიგოთ თავიდანვე სწორად, რათა გრამატიკულად გამართულები მეტყველოთ და ვწეროთ ინგლისურ ენაზე. დავიწყოთ პირველი შემთხვევით. თუ y-ის წინ უდგას თანხმოვანი და არა ხმოვანი, მაშინ y იცვლება i-e-s დაბოლოებით. მაგალითად, city გახდება cities, როგორც აქ არის წარმოდგენილი. შეამჩნევა, რომ ამ შემთხვევაში y-ის ნაცვლად იწერება y-e-s. თუ y-ის წინ დგას ხმოვანი, მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივი ხდება, უბრალოდ ემატება s, რომელზეც ვიდეოს დასაწყისში ვსაუბრობდით. მაგალითად, boy ჩვეულებრივად გახდება boys. ახლა კი ვნახოთ კიდევ ერთი საინტერესო წესი. რა ხდება, როცა სიტყვა სრულდება f ან fe-ზე? ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი სიტყვები ფორმას იცვლის და f დაბოლოებები იცვლება როგორც ves. მაგალითად, wife გახდება wives. მაგრამ დავიმახსოვროთ, ყველა სიტყვაზე მსგავსი მიდგომა არ მუშაობს. მაგალითად, როცა გსურს მრავლობითში გადავიყვანოთ roof, ის გახდება roofs. ანუ ჩვეულებრივად დაემატება s. ამ შემთხვევაში მოიწერეთ კომენტარებში ან ჩვენს გვერდზე მოგწევნეთ, რომ მიიღოთ სრული სიტყვების ლექსიკონი. თუ თითოეულ მათგანს როგორ ფორმას ვაძლევთ მრავლობით შემთხვევაში. ასევე დაგვეკომენტარეთ, რომელი სიტყვები გავნებთ ყველაზე ხშირად, როცა მათ გადაყვანას ვცდილობთ მრავლობითში და გაკვეთილებს ჩავწერთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, ეგრეთ წოდებული irregular plurals. ანუ სიტყვები, რომელთა მრავლობითში გადაყვანისას უკვე აქამდე ხსენებული წესები არ მუშაობს. მათ არ ეცვლება დაბოლოება, უბრალოდ მთლიანად იცვლიან ფორმებს. ამ ვიდეოში ვეცადეთ, რაც შეიძლება ვცვლად გადმოგვეცა ამ სიტყვების მაგალითების სია, რომელიც საჭიროა პრაქტიკაში ხშირად გავიმეოროთ და თითქმის ყველა მათგანი ყოველდღიურ დიალოგებშიც კი ძალიან ხშირად გამოიყენება. ამიტომ მაქსიმალური ფოკუსია საჭირო გრამატიკაზე. ამ სიტყვებს არ აქვთ რაიმე გამორჩეული ფორმულა, რომ ასეთი ფორმით მივიღოს. საჭიროა მათი უბრალოდ კარგად დამახსოვრება. და როგორ დავიმახსოვროთ? დაელოდე მომავალ ვიდეოებს, სადაც გაგიზიარებთ სტრატეგიების შემუშავებისა და სწავლის სწორად დაწყებით მეთოდებს. ახლა გადავხედოთ სიას და სიტყვების წაკითხვასთან ერთად ვსურთ თქვენს ჩაინიშნოთ ახალი სიტყვები. თუ სწრაფ ტემპზე გიჭირთ აწყობა როგორც დამწყებს, დააპაუზეთ ვიდეო და ისე გადახედეთ სიტყვებს. აბა თქვენიცით. Man, men, woman, women, child, children, person, people, gentleman, gentleman, tooth, teeth, foot, feet, mouse, mice, louse, lice, goose, geese, phenomenon, phenomena, criterion, criteria. დამატებით გაგიკეთეთ ისეთი სია, რომელიც უშუალოდ ეხება იმ სიტყვებს, რომლებიც თავრდება f-ზე და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. Leaf, leaves, knife, knives, life, lives, wife, wives, shelf, shelves, half, halves, loaf, loaves, calf, calves. ნელ-ნელა ვიდეოს დასასრულს უახლოვდებით და ჩვენი ტრადიციული სავარჯიშოების შესრულების დრო მოვიდა. ამ შემთხვევაში მოცემული გაქვთ წინადადებები და უნდა იპოვოთ შეცდომები და გაასწოროთ.
ვიდეოს დასასრულში ასევე მსურს შეგახსენოთ, რომ ამ საკითხს აქვს მეორე ნაწილი, შესაბამისად იყავით ყურადღებით, რომ არ გამოგჩეთ მომავალი ვიდეო და სიახლეები ჩვენს არხზე. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო და კომენტარების როლში დაგვიწერეთ, თუ შემდეგი რისი სწავლა გსურთ და ჩვენ აუცილებლად ჩავწერთ შემდეგ ვიდეოებს. აბა მომავალ შეხვედრამდე.